მშვიდობისა. აგერ ახლა ოლნის მიდამოებში ვტრიალებთ აქ. ხშირად მიწევს ხოლმე აქ სიარული და იცით რა ხდება, აი მაგალითად არის აქ ესეთი სახლები ორ სართულიანი, სამსართულიანი და დიდი სახლები და იქ რაღაც 1, 7, 8-ს მანქანა დგას ხოლმე პარკინგზე, ანუ როგორც ეთყობა იქ ქირაობენ ეს რამდენიმე ოჯახი, ან თქვათ მარტონიანი კაცები, თქვათ 7-8 კაცი და ესენი ყველანი მუშაობენ და ასე თქვათ ამ სახლს თუ ქირაობენ თქვათ $4,000 თუ რაღაც ფასად, მერე იყოფენ ესე 8-ზე და ალბათ ესე იაფად გამოდიან, ხო? მე ესეთი შტაბ-ბიჭდება მაქვს და ნუ ასეც არის და ხო ეს ერთ-ერთი ვარიანტია აქ დაზოგვის. ახლა როცა ოჯახი ხარ, უფრო რთულია, ორი ოჯახი ერთ სახლში ცოტა ძნელია, რა თქმა უნდა. ნუ ასეთი ვარიანტებიც არის ხოლმე. და მე ახლა ერთი რამე მეკვირს, რომ აი თქვათ რო ვკითხულობ ფორუმში იქ ქართველები წერენ ნიუ-იორკში, ბრუკლინში, რომ აი ბინას ვერ ვქირავთ, ვერ ვშოულობთ და ძალიან დიდი პრობლემაა ბინის ოთახის შოვნის და ახლა გასაგებია რომ თქვათ იქ ზოგი ვერ გავა ბრუკლინიდან და იქ უნდა იყოს თქვათ იქ სადღაც ბრაიტონ ბიჩზე თუ სადაც არიან, მაგრამ ხო არის ესეთი ხალხი, ვისაც თქვათ შეუძლია რომ აი ასე როგორც აქ არის თქვათ რაღაცა დიდი სახლი იქირაოს ერთი, რა ვიცი, 5-6 კაცმა, ან თქვათ 2-3 ოჯახმა თუ ოჯახის სიტუაციაა და მერე თუნდაც იგივე იმითაც რო იარო თქვათ პატარა ავტობუსით და რაღაცა რომ მოელაპარაკო, მაინც უფრო იაფი დაждდება და თან მეტი კომფორტიც გექნება, ესეთი მოცილებული იქნები ამ იმას რა ქვია დიდ ქალაქს და ამ ტრაფიკებს. ალბათ ერთ-ერთი ვარიანტი, ალბათ ზოგი აკეთებს კიდეც, მაგრამ იმიტომ რომ ახლა რო უყურებ, მე ძალიან უჭერთ ქირაობა, იქ 1000 დეპოზიტები და პირველი თვის და ბოლო თვის უნდა გადაიხადო და ძალიან ბევრი შეზღუდვებია. ხო და მეორე მომენტია კიდე აი ახლა ეს არ არის ამ თემასთან კავშირში, მაგრამ თქვათ ახლა დეპორტაციის სიტუაცია რო წავიდეს, თქვათ აი როგორც ელოდებიან, ხო? აი ეს ერთ-ერთი ის არის, რა ქვია, ბინაზე სადაც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ანუ ახლა ალბათ იმიტომაც ჭირს ეს ქირაობა და ის რომ უნდა იყოს მთლიანად ლეგალური, გაფორმებული რაღაცა და თუ არა ხარ, მერე დაუშვა თუ მოინდომა მთავრობა მართლა რეალურად აი თქვათ ადმინისტრაციამ დეპორტაციები შეუძლიათ ძალიან შეზღუდონ, აი თქვათ გაქირავება, ანუ თუ მიაქირავები არალეგალს უსაბუთო ადამიანს, მაშინ შეიძლება თქვათ რაღაცა იქ ან ციხე თუ არა რაღაც დიდი ჯარიმები შემოიღონ. ესე როგორც სამსახურებში ახლა არალეგალებს ხო იღებენ, თუ შეუძლიათ შეზღუდვა შემოიღონ, რომ აი თქვათ თუ არალეგალს დაიქირავებ, მაშინ და ალაპარაკობენ ამაზე კიდეც. მაშინ ასეთ და ასეთი ჯარიმა. ნუ დაახლოებით იგივე ხდებოდა რუსეთში, ხო, ვიცი ჩვენ 92-93 ამ წლებში, როცა ახლა არ ვიცი რა ხდებოდა. აი თქვათ არალეგალ ესეთი თუ არ იყავი მოქალაქე და ჩაწერილი თქვათ მოსკოვში, ძალიან რთული იყო რეგისტრაციის გაკეთება და მერე ისე, ნუ იქ ცოტა სხვა მეთოდები იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ იდეა ალბათ იგივეა და რა ვიცი, მაგამდე ალბათ იმედი არ მივა.